კატარაქტა თვალის ბროლის ნაწილობრივი ან მთლიანი ამღვრევა, რასაც შედეგად მოსდევს მხედველობის დაქვეითება, ასაკის მატებასთან ერთად ბროლი იმღვრევა და ვითარდება ასაკობრივი კატარაქტა. უმეტეს შემთხვევაში მხედველობის სიმახვილის დაქვეითების მიზეზი 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში სწორედ რომ კატარაქტა გახლავთ. მისი განკურნება მხოლოდ ქირურგიული ოპერაციით არის შესაძლებელი, რომელიც მდგომარეობს ამღვრეული ბროლის ამოღებასა და მისი ხელოვნური ბროლის ჩანაცვლებაში. New Hospital-ის ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი გიორგი ნანობაშვილი არის დღეს ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. ერთად და დავიწყოთ ალბათ იმის ახსნით რა არის კატარაქტა და რა არის ის პირველი სიმპტომები, რასაც ეს დაავადება გაჩენისთანავე ავლენს. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. კატარაქტა ეს არის თვალში და ბროლის ინტენსიური შემღვრევა და იმის დამიხედვით რა ინტენსივობით არის შემღვრეული ბროლი პაციენტებს აღნიშნებათ მხედველობის დაბალი საშუალო მკვეთრი ინტენსივობის მხედველობის დაქვეითება. რა არის ის ეტაპი, როცა უკვე ამას ყურადღება უნდა მიაქციოს ადამიანმა და მივიდეს სპეციალისტი? პაციენტი როგორც წესი აღნიშნავს მხედველობის გაუარესებას და გამეორდები იმის დამიხედვით რა ინტენსივობით არის შემღვრეული ბროლი, ამის დამიხედვით აღნიშნება დაბალი საშუალო მკვეთრი გაუარესება. ანუ თუ ინტენსიურად არის ბროლი შემღვრეული, პაციენტი აღნიშნავს მხედველობის მკვეთრ გაუარესებას. გვაქვს რაღაცა სიმპტომატიკაში გარკვეული ნიშნები, რაც უფრო მიგვახვედრებს რომ კატარაქტასთან გვაქვს საქმე და თუ კითხულობთ, თვალს ბევრი დაზიანება შეიძლება ჰქონდეს, ხო და ესეთ პაციენტებისთვის შეურაღებელი თვალი და დაბალი ცნობიერებით ამ მიმართულებით, ხო, შეიძლება შეფასება გაგვიჭირდეს. რაღაცა მახასიათებელია აქ ამ სიმპტომატიკას ანუ რაც მოგახსენეთ, ანუ მხედველობის დაქვეითება, მხედველობის დაქვეითებით მოგმართავს პაციენტი, მაგრამ რასაკვირველია მხედველობის დაქვეითებას მარტო კატარაქტა არ იწვევს. იწვევს თვალის სხვა პათოლოგიებიც, ზუსტად ამის დიაგნოსტირება ხდება, როცა პაციენტი მოგმართავს. თუ მარტო კატარაქტა არის დიაგნოზი, ვესაუბრებით პაციენტს თუ როგორ უნდა უმკურნალოთ კატარაქტას. თუ სხვა პათოლოგია, ვესაუბრებით თუ როგორ უნდა უმკურნალოთ სხვა პათოლოგიებს. როგორ რას მოიცავს დიაგნოსტიკა? იმიტომ რომ მხოლოდ რაღაცა შეგრძნებების დონეზე რაც თქონდა არ დაისმება კატარაქტას დიაგნოზი. ხო, ამის შემდეგ რა ეტაპებია იმისთვის, რომ სპეციალისტმა დაასვას დიაგნოზი და ადამიანმა იცოდეს რა სჭირს მის მხედველობას. გასაგები, ანუ დიაგნოზის დასმა იწყება მას შემდეგ, რაც პაციენტი მოგმართავს, მოვა კლინიკაში, ხდება გუგის მედიკამენტოზური მიდრიაზი, ანუ გუგების გაფართოვება. ამის შემდეგ ხდება ბროლის, ანუ თვალში და ბროლის შეფასება, ანუ ფიზიკურად უყურებ თვალში და ბროლს, თუ არის იგი შემღვრეული, პაციენტს ესმევა კატარაქტის დიაგნოზი და ამის შემდეგ უკვე განვიხილავთ მკურნალობის საკითხებს. როგორია პროცესი? ანუ რაღაცა გვეშინოდეს? მკურნალობის დიაგნოსტიკა რას საშუალებას გვაძლევს დღეს იმისთვის, რომ სწრაფად ხო მოხდეს ის შედეგი, რომ მიიღოს პასუხი მის ჯანმრთელობის. კი ბატონო, რაც შეეხება შიშს, არ უნდა გეშინოდეთ, ანუ კატარაქტა როგორც წესი არ იწვევს მხედველობის ასე ვთქვათ, შეიძლება დაკარგვა გამოიწვევს, მაგრამ შეუქცევად დაქვეითებას არ იწვევს. შეიძლება კატარაქტიან პაციენტმა რამოდენიმე წელი არ გაიკეთოს კატარაქტის ოპერაცია, მაგრამ როცა გაიკეთებს ოპერაციას, მერე დაინახავს კარგად. რასაც ვერ ვიტყვით თქვათ გლაუკომაზე. ანუ გლაუკომა რასაც წაიღებს მხედველობას, იმას უკან ვეღარ დაიბრუნებ. ამიტომ კატარაქტა ამ თვალსაზრისით საშიში არ არის, ასე ვთქვათ, ხო? ერთი ამბავი არის დრო ალბათ, როცა მივდივარ დიაგნოსტიკაზე, ეს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით რა დროში დგება დიაგნოზი. ანუ მოვედი და მალევე ვიგებ რამ. კი ბატონო, ანუ როგორც თავში აღნიშნეთ, გუგების გაფართოების მერე მე ფიზიკურად ვაფასებ თვალში და ბროლის მდგომარეობას. თუ არის თვალში და ბროლის შემღვრეული, არის კი ბატონო, ეს არის კატარაქტა და გეუბნებით მე მკურნალობის მეთოდებს. სანამ მკურნალობის მეთოდებამდე მივიდოდეთ, მე კატარაქტა საინტერესოა გამომწვევი მიზეზებზე ვისაუბროთ, ანუ ეს დაუშვათ ასაკთან პირდაპირ მიბმულია, დაუშვათ შეიძლება სქესთან, შეიძლება ფიზიკურ დაზიანებასთან არის მიბმული. რა არის გამომწვევი მიზეზი? თუ ვიცით? ანუ მართალი ხარ, სწორად აღნიშნეთ, ანუ კატარაქტის ძირითადი მიზეზი არის ასაკი, ანუ ასაკობრივ პაციენტებს ემართება ძირითადად კატარაქტა, თუმცა არის სხვადასხვა პათოლოგიური, სხვადასხვა დაავადებები, რომელიც ასევე იწვევს კატარაქტის ჩამოყალიბებას, ასევე სხვადასხვა მედიკამენტები იწვევენ კატარაქტის ჩამოყალიბებას და ასე შემდეგ. კი, ასაკი იწევა თუ არის განსაზღვრული, ანუ დროსთან ერთად ამ მიდგომაში რა იცვლება და თქვათ ეს რას აქვს ასეთ დროს? ძირითადად 60-65 წლის პაციენტებში აღინიშნება კატარაქტა, თუმცა არსებობს თანდაყოლილი კატარაქტა, რომელიც თანდაყოლია და კი ბატონო, აუცილებლად. რა არის ის ეტაპი, როდესაც დგება ბროლის შეცვლის აუცილებლობა და აქ რა არის სპეციალისტზე დამოკიდებული, როგორ ხდება ბროლის შერჩევა და აი ამ კუთხით რა უნდა იცოდეს ადამიანმა? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კატარაქტის მკურნალობას, ანუ ხშირად გვიწევს ხოლმე პაციენტებთან ამის განხილვა, რომ კატარაქტის მკურნალობა არის მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული, ანუ კატარაქტის მედიკამენტოზური, ანუ წამლის მერე მკურნალობა 3
სამწუხაროდ დღესდღეობით ვერც შეაჩერებს პროცესს და მით უმეტეს ვერც გამოასწორებს. არსებობს რაღაც მედიკამენტები, რომელსაც ხარ, მაგრამ მე პირადად მასეთ მედიკამენტებს არ ხმარობ. ან როცა პაციენტს დაესმება კატარაქტის დიაგნოზი, ურჩევთ ქირურგიულ ოპერაციას, იმიტომ სხვა გამოსავალი არ არსებობს სამწუხაროდ. ერთ ნაწილსაც დაუბრუნდები სპორტთან დაკავშირებით, ან მაგალითად რიზის ჯგუფები თუ ვამბობთ რომ ბროლის ამღვრევა მე როგორც მესმის უბრალოდ პაციენტს რა ამღვრევა შეიძლება ეს ფიზიკური მოვლენა იყოს. შესაძლებელია თუ არა რიზის ჯგუფებში შედიან ადამიანები, რომლებსაც დაუშვათ ძალისმიერი სპორტთან დარტყმა შეჯახება კი ბატონო, ტრავმის მიერი კატარაქტა არსებობს, როდესაც ძლიერი ტრავმის შედეგად შეიძლება ბროლის შემღვრევა, ანუ კატარაქტა ჩამოყალიბდეს. და ალბათ ეს სასაკვისგან განსხვავებით უფრო სწრაფად პროგრესირებს. კი ბატონო, შეიძლება ტრავმიდან რამოდენიმე წუთში უკვე ჩამოყალიბდეს კატარაქტა. გადავიდეთ ხომ, მგონი მკურნალობაზე და ბროლის შერჩევაზე. აი ზუსტად მკურნალობის ნაწილზე და ბროლის შერჩევაზე ალბათ საუბარი მით უნდა დავიწყოთ, ჩვენ თუ ვამბობთ რომ კატარაქტა შეუქცევად არ შეიძლება იყოს დაუშვათ ხომ არ არის დაგვიანებული მიმართვა ექიმთან რაიმეს გამართულებელი დაუშვათ რომ ეფექტურად წარიმართოს მკურნალობა. ანუ არ არსებობს მე დავაგვიანო. ანუ არის კატარაქტები, როდესაც კატარაქტა თქვა ფუვდება, ზომაში მატულობს და ამას შეიძლება მეორადი გლაუკომა გამოიწვიოს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. რასაკვირველია, როცა პაციენტი აღნიშნავს ხედელობის სიმახვილის დაქვეითებას, უმჯობესია რომ მან მიმართოს ოფთალმოლოგს, ან თვალის ექიმს. რადგანაც როგორც თავში აღნიშნეთ, კატარაქტა, ანუ ხედელობის დაქვეითება მარტო კატარაქტით შეიძლება არ იყოს გამჭირვებული. სხვადასხვა პათოლოგიებითაც შეიძლება იყოს გამჭირვებული, რომელმაც ხედელობა რასაც წაიღებს, უკან ვეღარ დაიბრუნებს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხედელობა დაქვეითდა, მიმართო თვალის ექიმს. რა სახის ბროლები არსებობს და არჩევის შერჩევის დროს რას აქვს მნიშვნელობა? რაც შეეხება ხა ინტრაოკულარული, ანუ ლინზის შერჩევას. ანუ კატარაქტა, როგორც აღნიშნეთ, ის არის თვალში და ბროლის შემღვრევა და ოპერაციის დროს ასვაკეთებთ. ფიზიკურად ხდება ამ შემღვრეული ბროლის მოცილება თვალიდან და იმის ადგილზე რა უნდა ჩავნერგოთ? ინტრაოკულარული ლინზა, ხელოვნური ლინზა, რასაკვირველია. აი ამას აქვს ძალზე დიდი მნიშვნელობა ამ ინტრაოკულარული ლინზის შერჩევას. აი მაგალითად პაციენტებს, ვისაც აქვს ახლომხედველობა, შორსმხედველობა ან ასტიგმატიზმი, ანუ ჩვენ ოპერაციამდე, ანუ პრეოპერაციამდე ისეთი ლინზა უნდა შეურჩიოთ, რომელიც ამ რეფრაქციული ბანკის ანულირებას გააკეთებს. აი მაგალითად მოვიდა პაციენტი, ვისაც აქვს -5, ხო? მე ისეთი ლინზა უნდა შეურჩიო ესეთ პაციენტს, რომ ოპერაციის შემდეგ ეს -5 აღარ კონდეს და პაციენტი იყოს ბედნიერი და მკაფიოდ დაინახოს შორს. მოიცა, ანუ არ გამოდის შენ რამდენიმე პრობლემას ერთად ვაგვარი. კი ბატონო, თვალის შერჩევის დროსაც საგრძნობია შუშის სისქე, თვალის ხო, ანუ ბევრ რაღაცაზე მოქმედებს. აქ არის კიდევ ერთ რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ანუ კატარაქტა მარტო იმ შემთხვევაში არ ტარდება, როცა პაციენტს აქვს ბროლის შემღვრევა. ანუ მაგალითად მე მაგალითად ერთი თვის წინ მყავდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა -19, ანუ რეფრაქციული მანკი. ეხლა თქვენ წარმოგიდგენთ, რამხელა სათვალე ეკეთა ასეთ პაციენტს. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ასეთ ამ პაციენტს კატარაქტა არ აქვს, ანუ ბროლი არ აქვს შემღვრეული, მაგრამ რასაკვირველია, შევთავაზე კატარაქტის ოპერაცია, ვინაიდან -19 მოხსნოდა ამ პაციენტს. ანუ ისეთი ინტრაოკულარული ლინზა ჩაუსვით თვალში, ამ პაციენტს -19 მოეხსნა, ანუ რეფრაქციული მანკი აღარ დაიბადებოდა ეგ ადამიანი. ბედნიერი არის, კი, მართლა ბედნიერი არის. ისაუბროთ გიორგი, რას აქვს მნიშვნელობა ბროლის შემთხვევაში, როგორი არჩევანი არსებობს და აი ამ კუთხით რას ურჩევს პროფესიონალი პაციენტს? როგორც ვისაუბრეთ, ანუ ინტრაოკულარული ლინზის წინასწარ პრეოპერაციულ გამოთვლას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ტარდება ულტრათანამედროვე აპარატურის საშუალებით, რომელიც ჩვენს კლინიკაში ნიუ ჰოსპიტალში წარმოდგენილი არის. ეს პაციენტისთვის შეიძლება რუტინული იყოს, მოვიდა ნიკაპი ჩამოდო, შეერჩა, ჩაიტარა ოპერაცია, მაგრამ ეს ასე არ არის. ანუ მრავალი სამედიცინო პერსონალი ამაში ჩართული, მრავალი გამოთვლა ხდება. და როცა უტარდება პაციენტს ოპერაცია და პაციენტი ბედნიერად აღნიშნავს თავს, ეს დამიჯერეთ მარტო ქირურგის ისე ყვები თავს რომ პირდაპირ ცალსახაა გულთო. თან მან ხო რეალურად გუნდი მუშაობს, ასე დარწმუნებული. კი, ეს ყველაფერი მარტივად ჩანს იმის გათვალისწინებითაც, რომ წამები გრძელდება თვითონ ოპერაციაც, ხო, ამ კუთხით. წამები არ გრძელდება ძალიან ცოტა ოპერაციას როცა ვამბობთ, გონიათ რომ რამდენიმე წუთი უნდა იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში აი მინიმალური დროის შედეგად და რა მნიშვნელობა აქვს ისევ თანამედროვე ტექნოლოგიებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ნიუ ჰოსპიტალში შესაძლებლობებს შერჩევიდან დაწყებული შედეგის მიღებამდე, თქვათ ეს მაღალი ტექნოლოგიური განვითარება. კი ბატონო, ანუ ამ პრეოპერაციულ კვლევებს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს და როგორც აღნიშნეთ, ნიუ ჰოსპიტალში წარმოდგენილია ეს თანამედროვე, ულტრათანამედროვე აპარატები, რომელიც ზუსტად გვითვლის ბროლს და ზუსტად ვიცით პაციენტს რა ზომის ინტრაოკულარული ლინზა უნდა ჩაუსვათ თვალში, რომ პოსტოპერაციულად იყოს ბედნიერი. არიან პაციენტები, თქვათ, აი
მიმიღია პაციენტები, რომელსაც კატარაქტა აქვს ჩატარებული და აქ დანარჩენი -3 ან +5. ანუ ზუსტად არ აქვს ასეთ პაციენტს ბროლი გამოთვლილი და ეს პაციენტი ვერ ხედავს კარგად. ამიტომ ამ პრეოპერაციულ კვლევებს ამ აპარატურას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ ქირურგი როგორც ქირურგი მე ვასრულებ ოპერაციას, მაგრამ ამ აპარატების გარეშე ზუსტად ვერ მოხდებოდა ლინზის სპეციალისტი და კარგი აპარატურა რასაკროლია, რომელიც ჩვენ საუბრის წარმოდგენილია. ხო, აი ეს ტექნოლოგია თანამედროვე ყავს, სპეციალისტები გადასარევი, ეხლა ერთ-ერთი სანულო რაზე ვრჩება, როდის გავივლი და რანაირად რეაბილიტაციას, ანუ რამდენად იოლია ამ ყველაფერთან ადაპტაცია. ანუ პოსტოპერაციულად პაციენტი მოდის მეორე დღეს ენიშნება თვალის წვეთები. მეორე ვიზიტს აკეთებს უკვე დაახლოებით 1 კვირის თავზე და მესამე ვიზიტს აკეთებს უკვე 1 თვის თავზე. ამის შემდეგ ის 1 თვის განმავლობაში წვეთებს იწვეთებს პაციენტი, მაგრამ არა, კივილი როგორც წესი არ აღინიშნება, შეიძლება წვა კონდეს, იმიტომ რომ ასეთი პაციენტი იყენებენ წვეთებს. წვის შეგრძნება შეიძლება კონდეს. მეტი ისეთი სამაგერო შედეგი არის ისეთი, რაც მართლა ცხოვრების ხარისხს საფუძვლად. კი ბატონო, როგორც წესი მეორე დღესვე უკვე აღნიშნავენ მკვეთრ გაუმჯობესებას ხედულობას.